გამარჯობა მეგობრებო, მე ბაჩო ვარ ჯოხაძე და ეხლა ვიმყოფებით ლილუ არენაზე. ტორმუზი არ გვაქვს და არც იქოქება პრინციპი. შეჯიბრამდე 3 დღით ადრე, 3 დღეში ანუ კვირას 22 მარტს გვაქვს რალი სპრინტის მეორე ეტაპი. დღეს მოვედით თარო წავივარჯიშოთ და თარო გავტესტოთ. წინა ეტაპზე სადღაც 145-150 კმ/სთ დავიჯახე ბეტონის კედელს და მარცხენა მხარეს ძალიან სერიოზულად დაზიანდა ავტომობილი. ბევრი დეტალი დადგა ახალი და შესაბამისად გასატესტია და გასასინჯია ყველაფერი მუშაობს თუ არ მუშაობს. განწყობა მშვენიერი არის. ამინდიც კარგი გვაქვს. უბრალოდ წინათ გზავა მაქვს, რომ მგონია რომ მარცხენა ყუმბარა უნდა მომძვროს. სადღაც უნდა გაძვროს ყუმბარა. ესეთი შეგრძნება მაქვს, ისეთი ხმები მოდის და ისეთი ვიბრაციები აქვს, რომ არ ვიცი რა იქნება. თუმცა არაუშავ 3 დღე წინა გვაქვს და დონორი მყავს. მეორე პეჟო და თუ რამე იქიდან გადმოვაფრთხიალებ ეგრევე. მადლობა ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ მანქანის გაცოცხლებაში, თერფლიდან ყდრეთით აღდგენაში, ფაქტიურად ესე შეიძლება ითქვას. ყველას ჩამოსვლას ვერ დავიწყებ, იმიტომ რომ ძალიან ბევრმა მიიღეთ მონაწილეობა, ვისაც რითი შეგეძლოთ და ყველას ძალიან დიდი მადლობა და გულში ხართ სულ. არ ვიცი, მიმოვალზე ჩაქვრა. პედალი ჩავარდა ტორმუზის, ტორმუზი არ გვაქვს და არც იქოქება პრინციპი. მოკლედ ტესტებმა არც ისე კარგად ჩაიარა. ვერ გავიგეთ ყუმბარა მუშაობს თუ არა, იმიტომ რომ 1-2 გავლის მერე ტორმუზის პედალი ჩავარდა და ტორმუზი ფაქტიურად განოლდა და ყველა სიკეთესთან ერთად ჩაქვრა მანქანა და ვეღარ ვქოქავ. არ ვიცი ჯერ. ჩაქვრა და ვეღარ ვქოქავ. უბრალოდ ჩაქრა. ამ ფლელია ისა. ის რა მოდის? ტესტერი და ის არა მაქვს, მაგრამ ბენზინოსოსი არ ითვება, რატომღაც. ხო. ბენზინოსოსის იმას ადნობს ხოლმე. ის გადავაბი პირდაპირზე, მაგრამ მაინც არ იქოქება და. არ ვიცი. ხო, მოკლედ 3 დღე დაგვჭირდა შეჯიბრამდე და სიურპრიზები, როგორც ყოველთვის, როგორც ხდება შეჯიბრის წინ. როგორც არ უნდა მზად იყოს, შეჯიბრის წინ რაღაცა უნდა მოხდეს. გაიხარე, ნიკუშ. როგორ ახარ? რავი, ნელ-ნელა რა. ბიჭო, ავაწყეს შეძლების და გვარად. ხო და ჩამოვიყვანე ლილოში გასატესტად რა. ხო და ჩაქრა იტოქში. შუა სიარულში რა. ჩაქრა, ხო, ეს ნახავთ ჩაქრა და ვეღარ ვქოქავ. ბენზინოსოსის დამცველი რომელიც არის, მაგი ადრე ერთ-ერთს დაადო და ეხაც დამდანარევით იყო. ქვეშიდან ის მართულები რაც შედის, ეგენი ერთმანეთზე გადავაბი რა. პირდაპირზე დავაპერე მიჩქე, ხო ხდები? ცველის გარეშე და მაინც არ ითვება ბენზინოსოსი და რა ვიცი, მეც ვერაფერს ვერ ვფიქრობ აქ მე და. ანუ ბენზინოსოსი უნდა ხო? მოხსნა? Хорошо. დაგვაყენა გზაზე. ნიკუშა. ბიჭო, სვეჩი ამოაძრეთო და დაატრიალეთო რა, თუ უტყავსო. დენიო. ესე იგი კომპიუტერი ითვებაო, ისკრა მოდისო და იმენა ნასოსია პრობლემაო. და მე ნასოსი მოხსენითო ბენზინისო. წინა ეტაპზე რომ დავიმტვერი რა. სპირტი ხომ მქონა გაზავებული თავისთავად 10%-მდე იყო, 25 თუ რაღაცა და მე ხან სადეგდო ეს მანქანა, ხან ხელოსნებთან ეგდო ხან რობოტთან იყო, ხან იქ და სპირტი ხო აფუჭებს ზოგადად რა. არ შეიძლება სპირტის ჩატოვება და ისე მოხდა რომ მომიწია ჩატოვება და შეიძლება გააფუჭა ნასოსი. მოკლედ ესე დასრულდა ჩვენი ტესტები. ამ ტესტით გავიგეთ რომ ტორმუზი არ გვაქვს და ბენზინი არ გვაქვს სისტემაში და აღარ იქოქება.
ანუ მანქანას ორი რამე ჭირდება რა ზოგადად. სპორტულ მანქანას შეჯიბზე ჭირდება ორი რამე. ბენზინი რო იაროს და ტორმუზი რომ მივა მოსახვამდე რომ დაატორმუზოს და მოუხიოს და ჩვენ არც ერთი არ გვაქვს. არც ბენზინის გვაქვს რომ მივიდეთ მოსახვამდე და თუ როგორმე მივედით ტორმუზიც არ გვაქვს რომ გავჩერდით. რა ვიცი, 3 დღეშია შეჯიბრი. კაროჩე ახლა გვაქვს ესეთი ჩელენჯი რა. ცოტა თავდაღმართია და მე და გიო ლაპარაკობთ. აქედან მარტო თუ ავიყვან ჩემ აწყობილ ლაფეტზე. აი აქედან უნდა მივაწვე ხა აღმართში, წავიყვანო და ისე დავარაზგონო რომ აი იმაზე ავიყვანო ინერციით. დაწერე კომენტარში რას ფიქრობ, ავიყვან თუ ვერ ავიყვან. თუ ავიყვან ლაიქ, თუ ვერ ავიყვან შეერ. აი ახლა უყურე ამ აღმართზე უნდა ისე დავარაზ, თან რას მოგურავს ეს დედამოტ. ისე უნდა დავარაზგონო რომ აი გავიყვანო ძმაო, აი გაახედე. არა, კი ვარ ცხოველი ვითხოვძე, მაგრამ რავი, აღმართში ახლა აჩქარება ისეთი პონტია. აუჩ. არა, პონტია ძმა, ვერ აიყვანს. ბიჭო, მე თუ ვერ ავიყვანე, მაშინ ვერავინ ვერ აიყვანს რა. ეხლა რომ დაიქოქოს. მე ესე ჩასვრივით მივიყვან. დავაბა და დანარჩენი სახში. გამოჩდება უკვე. ჩემ ბოქსში ეს არის ჩემი ბოქსი, ეს არის ჩემი სამფრობელო. აი აქ ვარ დღე დაღამე ძმა. აი დაბლა იამას ხო ხედავ. აი აქ მძინავს ღამე. კარჩე ზედო შევცვალოთ რა არ გვინეს მანქანის ჩამოყვანა და შემოგორება. ეგ არის. გამოვიყანეთ პროსტა რომ გავატაროთ რა. რომ აქ მაინც ნახოთ ხუმბარას ოდნახ აქ ვარა. ნელა წყნარა რა თქმა უნდა ზედმეტი სისტრაფეების და მანევრების გარეშე. რაღაცა ედება ხო? კაროჩე მარცხენა მხრიდან რაღაცა მაგარი უცოდი ხმები მოდის რა. მომავალ პარტიის ო, ნელი არ არის. რა შესწრებია? თუ დაიქოქა განსაკუთრებით მაშინ თუ დაიქოქა განსაკუთრებით მაშინ ძალიან ჩქარია. თუ დაიქოქა. ბიჭო, ტორმუზს რა უშველეთ? მაგრამ ტორმუზის პრობლემა ვერ აღმოვხვრით. ვერ ვიპოვეთ რაჭის რა. აუ, რაღაცა სტრანად ჩერდება, ხანად ჩერდება და მე არ ვიცი, რაღაც ჭირს. პედალი ჩადის ბოლომდე, ვარდება სწორად. კოსი არ ხო? შიტკოსტი აქ. ერთი ორი დღის წინ დავაჰაერე. მასტერ ცილინდრი, თავარი ცილინდრიც არის, ალბათ ის გაფუჭდა რა. ალბათ. ბენზინის სისტემა მოვაგვარეთ, იქოქება დადის. ტორმუზის პრობლემა გვჩება. სავარაუდოდ ეგრეთ წოდებულ გლავნი ბაჩოქშია პრობლემა, ალბათ. შევცვლი გლავნი ბაჩოქსაც, მე გავტესტავ კიდე ერთხელ. იმედია მოვასწრებ შეჯიბრამდე. თქვენ კი არხი გამოიწერეთ და დაალაიქეთ ეს ვიდეო. დროებით შემდეგ ვიდეომდე.